საქართველოს ეკონომიკის ამბებს გადავხედოთ, დავიწყოთ ჩვენი ეროვნული ვალუტით, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მძიმე მოლოდინები უკვე აისახა. სხვანაირად ახლა გასული კვირეულის ჭრილში ლარის გაუფასურების მიზეზები პირადად მე მიჭირს ახსნა, ან დავასახელო, მით უმეტეს ყველა მაკროპარამეტრი ჯანსაღად გამოიყურება და აგერ სავალუტო რეზერვებმა მორიგი რეკორდიც მოხსნა და დაადასტურა 356 მილიონ დოლარიანი ზრდა, 6 მილიარდ 650 მილიონზეა ჩვენი სავალუტო რეზერვები და ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ სტატისტიკას ამ თემაზე. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს აქვს სრულფასოვნად სამთვიანი სრულფასოვანი ფინანსური ბალიში ანგნებავთ 3 თვით სამყოფი ფული, რომ ნებისმიერი აპოკალიფსურ ვითარებაშიც კი კრიზისის მართვა შევძლოთ. ლარი გასულ კვირეულში ყველა ვალუტასთან გაუფასურდა უკლებლივ, გარდა რუსული რუბლისა. ხედავთ ახლა ეკრანზე, აი იმ ქვეყნების ჩამონათვალი არის, რომელთანაც ჩვენ ვაჭრობთ ყველაზე მეტს და სწორედ აი ამ ქვეყნების ვალუტებია მოთხოვნაში საქართველოში ყველაზე მეტად. როგორც გითხარით, ლარმა დოლართან მიმართებით 6 თეთრით დათრომა პოზიციები გასულ კვირეულში, ანუ გაუფასურდა, რის შემდეგაც გასვლითმა კურსმა 2 ლარი და 73 თეთრი მიაღწია. მინიმალურია შედარებით გაუფასურება ევროსთან 1 თეთრის ფარგლებში, გირვანქა სტერლინგი თან მიმართებით 4 თეთრიანი სხვაობა. რაც შეეხება დანარჩენ ვალუტებს, თურქული ლირა ხედავთ ახლა ეკრანზე, გაუფასურება 200-დია, როგორც გითხარით, მხოლოდ რუსულ რუბლთან მოხდა გამყარება და ყველა დანარჩენ ვალუტასთან მიმართებით იაპონური იენის ჩათვლით და თავისი ჩინური იუანით ხურდაში ლარმა გასულ კვირეულში გაუფასურება დადო. პარამეტრებიდან კიდევ ერთი, რომელიც გასულ კვირეულში გამოქვეყნდა და ხედავთ ახლა ეკრანზე, ეხება ინფლაციას, რომელმაც საქართველოში 4.6% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით წლიური ინფლაცია 0.2% პუნქტით შემცირდა. საქსტატის თანახმად ფასების ზრდის მთავარი მდგენელი კვლავ სურსათის ფასების ზრდა არის, სადაც წლიურად თითქმის 10%-იანი, 9.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ჯანდაცვის სექტორში ფასები მომატებულია 6%-ით, ხოლო ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში ფასები 4.3%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად თამბაქოზე აქციზის ზრდით არის განპირობებული. ბოლო თვეებია ფასების ზრდას რომ ხედავთ, სტატისტიკურად შედარებით ადეკვატში არის გადმოცემული, მიუხედავად იმისა, რომ ფასები საქართველოში მინდა გითხრათ, არც გასულ წელს იყო დაბალი. წელს კი გარდა თამბაქოზე ფასების ერთჯერადი ეფექტისა და იმპორტირებული პროდუქციის თუ ადგილობრივი წარმოების გაძვირებული მოცემულობისა, ფასებს საქართველოში გარდუვალი ზრდა ელის ელექტროენერგიის ტარიფების გამოც, რაზეც მთავარი მარეგულირებლის სემეკის სახით მათ გადაწყვეტილება აქვთ მისაღები წესით ამ თვის ბოლომდე. მე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს სემეკის მიერ ტარიფების ზრდა დაანონსდა როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე ბუნებრივ აირზე, ანუ გაზზე. ამ ყველაფრიდან, როგორც ადრე მოგახსენეთ, არის ორი გამოსავალი. ან სემეკი გაყვება ბაზრის წესებს და გაზის ტარიფებს მომხმარებლებისთვის, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომპანიებისთვის, ანუ იურიდიული პირებისთვის, ან აი ამ ხარჯს რაღაცა ფორმით სახელმწიფო ბიუჯეტი აანაზღაურებს. არსებობს მესამე ვარიანტი, რომ იგნორირება გაუკეთონ ამას ყველაფერს, რაც ცოტა რთულად წარმომიდგენია ჩვენი კანონმდებლობის და ბიზნესთან ურთიერთობის ამბავში, მაგრამ გამორიცხული ბოლო პერიოდში არაფერი არ არის. ოღონდ არის კიდევ ერთი მომენტი, ჩვენ თუ წავედით და ბიუჯეტმა დააკომპენსირა ეს ხარჯები, ხო, ჩვენ ბიუჯეტს მეგობრებო ესეთი რამ ახასიათებს, მუდმივად გვაქვს დეფიციტში გარღვევა. ესეც ვიცოდეთ. საკმარისი ფული არასდროს არის ბიუჯეტში და არც იქნება. და წლევანდელი წელი შარშანდელის არ იყოს, არათუ გამონაკლისი, არამედ ესეთი განსაკუთრებულად მძნობიარე სენსიტიურია ამ კუთხით, ანუ შემოსავლების მობილიზების კუთხით, ანტიკორუფციული ღონისძიებების ფონზე, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში. ასე რომ, ერთ-ერთი თემა, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ მარტში და ამ თვის ბოლომდე, არის საბოლოო ვერდიქტი მარეგულირებლისა საქართველოში ელექტროენერგიაზე და გაზზე ტარიფების ზრდის შესახებ. არის კიდევ ერთი მოცემულობა და გარემოება, რამაც შეიძლება საქართველოში ფასები გაზარდოს და იდეაში ყველგანაც აქ არა ვართ ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ გამონაკლისი გულისხმობ საქართველოს.
თემა ეხება რომ სოფლიოში კატასტროფულად იზრდება ფასები ნავთობზე და შესაბამისად ეს ყველაფერი საბოლოოდ მომხმარებლებისთვის საწვავის ფასზე აისახება. რისკი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებებიდან მომდინარეობს, არის ცალსახად გლობალური და მარტო ბოლო კვირეულში სოფლიოში ნავთობის ფასი მინიმუმ $20 არის მომატებული, რაც ადრე თუ გვიან ნებისმიერი მარაგების პირობებში, მათ შორის საქართველოში საწვავის ფასებზეც აისახება. პროგნოზები ამ კუთხით, ანუ ნავთობის ფასების ზრდის მიმართულებით მსოფლიოში უმძიმესია. პლანეტის წამყვანი ბანკები და მსოფლიო ანალიტიკური ცენტრები ნავთობპროდუქტებზე საწვავის ფასების კიდევ დამატებით $20-30 გაზრდას ვარაუდობენ, თუ დროულად არ დასრულდა საომარი მოქმედებები ირანში და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში. დიახ, მთლიანად ახლო აღმოსავლეთში, რადგან მიმდინარე საომარი მოქმედებები არ არის ცალმხრივი და ირანი საპასუხო დარტყმებს ახორციელებს არა მხოლოდ ისრაელზე, არამედ წამყვან ნავთობწარმოებლებზე მსოფლიოში, რამაც 10-ზე მეტი გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა გააჩერა და კრიზისს ასევე ამწვავებს ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება, სადაც 10-ობით საწვავით დატვირთული ტანკერია გაჩერებული. ამ დროისთვის ჰორმუზის სრუტეს სრულად და ბოლომდე ჯერ კიდევ ირანი აკონტროლებს, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს საწვავით მომარაგების მეხუთედი, ხოლო აზიის ბაზრების 80% ეხლა სწორედ აი ამ ჰორმუზის სრუტეშია გაჭედილი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინც არ იცით, ვითარების დრამატულობის დონე და ხარისხი. სოფლიოში წარმოებული თხევადი ბუნებრივი აირის, ანუ LNG-ს 20% და საზღვაო გზით ტრანსპორტირებული ნავთობის დაახლოებით მეოთხედი სწორედ აი ამ ჰორმუზის სრუტეზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ აწლეულების განმავლობაში საერთაშორისო ნავიგაციისთვის სრუტე სრულად არასდროს ჩაკეტილა 2026 წლის 28 თებერვალს ახლო აღმოსავლეთში მწვავე სამხედრო ესკალაციის ფონზე ირანმა სრუტეში კომერციული გემების მოძრაობა ოფიციალურად შეაჩერა. 2025 წლის მდგომარეობით სრუტეში ყოველდღიურად დაახლოებით 15 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა. შედარებისთვის ალტერნატიული სახმელეთო მილსადენების საერთო გამტარუნარიანობა მხოლოდ 3 მილიონი ბარელია. გარდა ამისა, თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება რეგიონიდან მთლიანად საზღვაო გზით ხდება და აღსანიშნავია, რომ სრუტიდან ექსპორტირებული ნედლი ნავთობის 85%-ზე მეტი პირდაპირ აზიის ბაზრებზე, კერძოდ იაპონიაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთისკენ მიიმართება, იგზავნება. აი, მოკლედ ასე. ჰორმუზის სრუტეზე. მოდი ახლა ვნახოთ ჩვენი რეპორტიორის მარიამ ვარადაშვილის მიერ მომზადებული ანალიტიკური მასალა. სადაც ის შეეცადა გაეცა პასუხი კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ბლოკადა გლობალურ ენერგოუსაფრთხოებაზე. და ალბათ გამორჩეულად ფავარი და ყველაზე საინტერესო კითხვა ჩვენთვის. რა ბედიელის ამ ვითარებაში საქართველოს და გაძვირდება თუ არა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საწვავი საქართველოში. 28 თებერვლიდან მსოფლიო ახალი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა. ყველაფერი ირანზე ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციით დაიწყო, რასაც ირანმა საპასუხო დარტყმებით უპასუხა რეგიონის სხვა ქვეყნებზეც. ირანი ისრაელის გარდა რაკეტებით უტევდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, კატარს, ერაყს, ქუვეითსა და ბაჰრეინს. მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებია. ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი დაძაბულობა, მით უფრო ასეთი მასშტაბის კონფლიქტი ბუნებრივია გავლენას ახდენს ენერგეტიკულ ბაზრებზე, რადგან ეს ქვეყნები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან. ასევე ჩაკეტილი რჩება ჰორმუზის სრუტე, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის
ნავთობის მეხუთედს ატარებს. ჰორმუზის სრუტიდან ნავთობი გააქვთ საუდის არაბეთს, ირანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ქუვეითსა და ერაყს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისმა ჩაკეტომ ნავთობის ბაზარზე მიწოდება შეაფარხა, ამან კი ცხადია ფასი გაზარდა. ბოლო ერთ კვირაში ნედლი ნავთობის ფასი 25-30%-ით არის გაძვირებული. გაძვირდა სანქცირებული რუსული ურალსიც, რომელიც ბირჟებზე საფასო ჭერზე ბევრად მეტი ღირს. BMG-ს ანალიტიკოსი გიორგი თოლორდავა ამბობს, რომ ნედლეულის გაძვირება საბოლოო პროდუქტს, ანუ საწოლს გააძვირებს. ნებისმიერ ინდექსს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ რეალურად მომატებული არის ნავთობის ფასი, როგორც გალფის ქვეყნებში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის რუსული ურალის ფასიც კი გაიზარდა ამ პერიოდის განმავლობაში. მეორე საკითხია, ვინ შეიძენს ურალს გაზრდილ ფასად, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მიზეზს რაც შეეხება, პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, ირანის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტის მიმდინარეობა და ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა. ერთი არის ის, რომ ჰორმუზის სრუტე ფიზიკურად არის შეფერხებული და მეორე საკითხი ის არის, რომ სადაზღვევო კომპანიებს უკვე აღარ სურთ იმ ტვირთის დაზღვევა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში უნდა გატარდეს. ფასების ზრდის მოლოდინი ისევ და ისევ რჩება, განსაკუთრებით თუ კი კონფლიქტი გაცდება 2-3 კვირის კრიტიკულ ზღვარს. ამის შემდეგ სავარაუდოდ კიდევ უფრო უარესი პროგნოზები იქნება. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა არა მხოლოდ ევროპულ ქვეყნებს, არამედ აზიასაც დააზარალებს, რადგან ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტირებული ნავთობის მომხმარებელია მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ჩინეთი, ინდოეთი და დიდი შვიდეულის წევრი იაპონიაც. რეგიონის ქვეყნების ენერგოობიექტებზე თავდასხმითო სრუტის ჩაკეტვით თეირანი ცდილობს ენერგორესურსების ეწოლისთვის გამოიყენოს, რადგან მიწოდების ჭაჭვებში შეფერხება აძვირებს საწოლს და სხვა პროდუქტებსაც. თან იმ პირობებში, როცა ამ სრუტით უკრაინის ომის გამო განსაკუთრებით საჭირო გათხევადებული გაზიც გადაიზიდება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ნავთობთან ერთად გაძვირდა გაზიც. ირანში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ ფასები მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც დაკავშირებული იყო ერთის მხრივ ირანის მიერ ყურის ქვეყნებზე მიტანილ იერიშს, სადაც მათი ნავთობის ინფრასტრუქტურა დააზიანა. მეორე მხრივ ეს დაკავშირებული იყო ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასთან. ჰორმუზის სრუტეზე გადის დაახლოებით მსოფლიოს ნავთობის გადაზიდვების მეოთხედი და ეს ნავთობი ძირითადად მიმართულია აზიის ქვეყნებისკენ, უმეტესწილად ჩინეთისკენ, ინდოეთისკენ და იაპონიისკენ. თუმცა ბუნებრივია, რომ ფასების ზრდა და ზოგადად ნავთობის შეზღუდვა მხოლოდ ამ ქვეყნებს არ ეხება და მთლიანად მსოფლიოში გაიზარდა ნავთობის, მთლიანად მსოფლიოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთობის ფასები. რაც შეეხება იმას, თუ როდის გადაეცემა ეს ზრდა ნავთობპროდუქტებს, ზოგადად ბუნებრივია, რომ ნავთობის ზრდა ზოგადად საბითუმო ბაზარზე უფრო სწრაფად აისახება ფასების ზრდა და საცალო ბაზარზე გარკვეული დაგვიანების ეფექტი აქვს. ჯამურად დაახლოებით რამდენიმე კვირა ჭირდება ნავთობპროდუქტებზე ნავთობის ფასის ზრდის ასახვის. გაზისგან განსხვავებით, სადაც საქართველოს ორი ტრადიციული მომწოდებელი ყავს, აზერბაიჯანის და რუსეთის სახით და მსოფლიო ფასებს დიდი გავლენა არ აქვს, ნავთობის შემთხვევაში ნედლეულის გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე ყოველთვის აისახება. საქართველო წელიწადში ჯამში $1,300,000,000 ღირებულების ნავთობპროდუქტებს ყიდულობს ძირითადად რუსეთიდან. 2025 წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთიდან $477 მილიონზე მეტი ღირებულების ნავთობპროდუქტები გვაქვს ნაყიდი. მეორე ადგილზეა რუმინეთი $221 მილიონით. მესამე ადგილს კი ბულგარეთი იკავებს $193 მილიონით. შაშან აზერბაიჯანიდან $118 მილიონის ნავთობი ვიყიდეთ, ხოლო მეხუთე ადგილს $108 მილიონით თურქეთი იკავებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ გიობაშვილი ამბობს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით ადგილობრივ ბაზარზე საწვავი გაძვირდება. გიობაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის გარდა საქართველოში საწვავს დოლარის კურსიც აძვირებს. ჯერ შიგა ბაზარზე ჩვენ გვაქვს გარკვეული, ესე ვთქვათ, მარაგები რა და ჯერ ესეთი რიყევები არა გვაქვს. მაგრამ ველოდებით ორკვირიანი მარაგებია, იმიტომ რომ თითოეულ კომპანიას ახლა თვეები და რაღაცეები, იმიტომ რომ არ გვაქვს ჩვენ ესეთი ნავთობაზები, რომ ძალიან დიდი რაოდენობით შევინახოთ, ესე ვთქვათ, მარაგები. დეფიციტი არ გვემუქრება, მაგრამ არავინ არ იცის რა ფასი იქნება. მინდა გითხრათ ერთი ფორმულა, ვიყიდით ზვირად, გავყიდით ზვირად, ხო? ნავთობთან ერთად რეგიონში დაძაბულობა საქართველოს ეკონომიკაზე სხვა ფაქტორებითაც ახდენს გავლენას. სავალუტო შემოდინებები, რაც ძირითადად ტურიზმიდან და გადმორიცხვებიდან გვაქვს, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ისრაელსა თუ გალფის ქვეყნებზე. სამხედრო დაპირისპირების პირობებში კი ყოველდღე უქმდება ათობით რეისი, რაც ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს ამცირებს. შეიძლება საქმის კურსში ხართ,
შეიძლება არც ხართ, მაგრამ ამჟამად ახლო აღმოსავლეთში ვითარება არის შემდეგი, ის მუდმივად სვლადია, მაგრამ იცვლება მათ შორის შინაარსი და ნარატივი, მაგალითად გუშინ ირანის პრეზიდენტმა პეზეშკიანმა ოფიციალურად მეზობელ ქვეყნებს ბოდიში მოუხადა. და ირანის პრეზიდენტის თქმით, ირანის ლიდერთა დროებითმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები არ განხორციელდეს. თუმცა დღევანდელი განცხადებიდან გამომდინარე, ეს ჩემ ბოდიში არასწორად გაიგეთ და თუ იქნება ირანზე აგრესია მათ შორის მეზობლების მხრიდან, არ ჩვენ დავრჩებით თვალში და უპასუხებთ ამ აგრესიასო. თუ ეს ქვეყნები ჩვენ თავს არ დაგვესხმებიან, არ ჩვენ დავესხმებით მათ თავს და ეს საკითხი დიპლომატიურად უნდა გადაწყდეს. ახაც ხადებს მასუდ პეზეშკიანი. ვერ გეტყვით რა იყო მიზეზი მოვლენების შემდგომი განვითარებისა, მაგრამ ფაქტია, რომ აი ამის შემდეგ ბაჰრეინმა გუშინვე გამოაცხადა 156 უპილოტო აპარატის და 86 რაკეტის მოფრენის აღკვეთის შესახებ. საუდის არაბეთი ავრცელებს ინფორმაციას, შენ ხარ ჩემი ბატონი, რომ 16 სამხედრო დრონი ჩამოაგდეს, რომელიც შაიბას ნავთობსადენისკენ მიემართებოდა. ირანმა მოგვიანებით გააკეთა განცხადება, რომ ამერიკის სამხედრო ბაზებს ურტყავს. თუმცა ხო, დაიბომბა ასევე დუბაის აეროპორტიც, რომელმაც მუშაობა გააჩერა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ აეროპორტზეა საუბარი, გადაიდო ათასობით რეისი, რომელსაც წელიწადში ათეულობით მილიონი მგზავრი სტუმრობს და ეს ფაქტი გუშინ 7 მარტს დაფიქსირდა. საქართველოსთვის ალბათ განსაკუთრებით მძიმე ამ ფონზე იყო ინფორმაციის მიღება აზერბაიჯანიდან, რომ იქაური, ანუ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ირანის გუშაქთა კორპუსის ქსელი გამოავლინეს, რომელიც ბაქო-თბილისი ჯეიხანის ნავთობსადენზე თავდასხმას გეგმავდა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სამიზნე ნავთობსადენის გარდა ასევე იყო აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო სინაგოგა და ასევე ებრაული თემის ერთ-ერთი წარმომადგენელი. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიყვანეს, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა ისინი გაანეიტრალა და სხვა პირებისთვის გადაცემაც აღკვეთა. და გუშინ ამ ყველაფრის ფონზე პირველი განცხადება მიმდინარე ვითარებაზე არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნახაიანმა გააკეთა, რომელმაც დაადასტურა, რომ ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში, ქვეყანა ომშია და მან პირობა დადო, რომ ქვეყანას და მის მოსახლეობას დაიცავს. არაბეთის გაერთიანებული საამიროები არ არის იული ლუკმა. ვპირდები ყველას, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერები ვიქნებით, აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი ოფიციალურ მიმართვაში მოსახლეობის მიმართ, რომელიც გუშინ გვიან საღამოს Sky News არაბიამ გაავრცელა და შემდგომ უკვე BMG-ზე ყველამ შევძელით ამ ყველაფრის ამოკითხვა. უკვე გვიანი საღამოსკენ შაბათს მსოფლიო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ირანის აც გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ვაჟის დაჭრის შესახებ, რომ გასულ კვირას საჰაერო თავდასხმის შემდეგ მოჭდაბა ხამენეი დაჭრილია, თუმცა ის ჯერ კიდევ ცოცხალიაო და ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel ესეთი გამოცემა ავრცელებს თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით. ინფორმაციისთვის ალი ხამენეის შვილი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად განიხილება და საერთაშორისო მედიის ცნობით გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის შვილი მოჭდაბა ხამენეი ფავორიტია იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც ირანის ექსპერტთა ასამბლეა ახალ უზენაეს ლიდერად განიხილავს ირანში. არსებობს ინფორმაცია, რომ ასამბლეა ირანის ახალ ლიდერს უახლოეს საათებში აირჩევს.